დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. რამდენიმე საათში ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტი გაიხსნება. გამოქვეყნდება გაფართოებასთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც საქართველოსაც შეეხება. უკვე კეთდება განცხადებები, რომ საქართველო გაწევრიანების მსურველი ერთადერთი ქვეყანა, რომელთან მიმართებაშიც დოკუმენტში არა პროგრესი, არამედ რეგრესზე იქნება საუბარი. კიდევ ერთხელ საიდმედის ჩვენი ქვეყანა და არის თუ არა ქართული ოცნების მიზანი საქართველოს დასავლეთიდან იზოლაცია. ნინო კალანდაძე ჩვენი პირველი სტუმარი და ზუსტად ერთ წუთში გვერდება, იქამდე კი ეთერი დაუთმოთ ბოლოს სიახლეებს. დღეს ბრიუსელში გაფართოების სამიტი გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. გაფართოების სამიტში ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წესრიგისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას. ასევე როგორც ცნობილია, დღესვე ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ჯგუფურად შეძენა შენახვა არაბისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეზე უკანონოდ ფულის სანაცვლოდ ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკში მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 მილიონ ლარზე მეტი ფინანსდება. სამუშაოები დასრულდება 2027 წლის დასაწყისში. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელი ნინო კალანდაძე ჩვენთან ერთად. გამარჯობა კაპიტან ნინო და მადლობა რომ გვესწორეთ. კაპიტან ნინო, აი დღეს ბრიუსელში გაფართოების სამიტი უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება დღეს ევროკავშირის დედაქალაქისკენ იქნება მიმართული. სამიტში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ბრიუსელში ჩადიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ისე როგორც ალბანეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სერბეთის პრემიერ-მინისტრები. საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ბრიუსელში. ჩვენი პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა და ამაზეც ვისაუბრებთ თუცა ოდნავ მოგვიანებით, იქამდე კი სწორედ ბრიუსელი. აი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა და გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიშის პროექტი, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში უპრეცედენტოდ მწვავედ არის გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტის გამო. აი გითხარით, რამდენად დიდი დღეა, ასე ვთქვათ, დღეს ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის, რა ხდება მაშინ, როცა კანდიდატი ქვეყნის შესახებ დოკუმენტში პოზიტიური ჩანაწერები კეთდება და რა ხდება მაშინაც, როცა პროგრესის ნაცვლად რეგრესზე მიუთითებენ ამ თუ იმ ქვეყნის შესახებ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. დილამშვიდობის სალამი თქვენს მსმენელს. ვხვდებით ყველა ნამდვილად, რომ ისტორიული დღეა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, ვინც ევროკავშირში გაწევრებისთვის 10 წლეულების მანძილზე იბრძვის, არამედ ყველა გეოპოლიტიკური მოთამაშისთვის, იმიტომ რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი. ევროკავშირის დაჩქარებული წესით გაფართოების საკითხის დღის წესრიგში წამოწევა განაპირობა რუსეთის ფართომასშტაბიანმა აგრესიამ უკრაინაში, რამაც ცხადყო, რომ ევროპული უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული, თუ შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნები არ იქნებიან ევროკავშირთან, მათ შორის ეკონომიკური კავშირით დაკავშირებული. ანუ არა მხოლოდ პოლიტიკური ასოცირების პროცესი, არამედ უშუალო წევრობა, იმიტომ რომ სწორედ გაწევრიანებამ უნდა უზრუნველყოს როგორც ამ ქვეყნების, ისე ევროპული, ამ ქვეყნების უსაფრთხოება, ისე ევროპული უსაფრთხოება მომავალში. სწორედ ამან განაპირობა ეს პროცესი, სწორედ ამიტომ დაჩქარდა ასოცირების ტრიოსთან მიმართებით განახლებული
ვთქვათ, პირობების ჩამოყალიბება და ამათ შორის იყო საქართველოს სწორედ იმიტომ, რომ პირველ რიგში იმიტომ, რომ ასოცირების ტრიოს მოწინავე ქვეყანა იყო საქართველოს ერთ დროს და მეორე იმიტომ, რომ საქართველოს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, რომელიც დღეს უკვე ევროპულ დედაქალაქებს ძალიან ცხადად ესმით. ამიტომ ისტორიული დღეა არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ეს შეეხება, არამედ მთლიანად იმ კონტექსტისთვის, რასაც ქვია გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობა რეგიონში. საქართველოს ამ კონტექსტში აღარ განიხილება დღეის მდგომარეობით, ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძვლები და საბაბი, ამ საბაბს ქვია ვლადიმერ პუტინი და ბიძინა ივანიშვილი და მათი ურთიერთთანამშრომლობა სწორედ იმისთვის, რომ აი ამ გაფართოების ამ ტალღაში საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდეს. არა და ევროკავშირის მიმართ იქით აქვს ბრალდებები ქართულ ოცნებას, აი გუშინაც გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება და სავარაუდოდ მოისმენდით, რომ ბრიუსელი განიცდის ღირებულებით უკუსვას, რომ აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს და მისი შეფასებები საქართველოსთან მიმართებით ტენდენციურია, ისე როგორც მორიგ ჯერზე შეადარა ევროკავშირის საბჭოთა კავშირს შალვა პაპუაშვილმა. ევროპის სახელით გველაპარაკებიან გორბაჩოვის თანამებრძოლი უკნევიჩიანე და ასტრახანში დაბადებული ლაგოდინსკი. ადამიანი შეიძლება საბჭოთა კავშირიდან გამოიყვანო, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდანო, ამბობს შალვა პაპუაშვილი. ოცნების რიტორიკაზე ხო ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ აი რისი მიღწევა სურს ქართულ ოცნებას, როდესაც ტოლობის ნიშანს სვამს საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის და მეორე მხრივ აი რა გავლენას შეიძლება ახდენდეს საზოგადოებაზე, აი რიგით ქართველზე, საქართველოს რიგით მოქალაქეზე, როდესაც მუდმივად ესმის ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან და მუდმივად ესმის განცხადებები, რომ ევროკავშირს უბრალოდ სახელი აქვს სხვა, თორემ აი მენტალურად და იდეოლოგიურად არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ თავისთავად შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის გადმოსახედიდან არაფერს აღარ წარმოადგენს. მას შეიძლება ოდესღაც უსმენდნენ, ვიდრე ქართული ოცნება მიიჩნეოდა, რომ გარკვეული ტიპის ლეგიტიმაციით მაინც არგებლობს. დღეის მდგომარეობით ამ პროპაგანდისტული გზავნილების გამჟღერებლები არც მოიაზრებიან, როგორც სახალხო ლეგიტიმაციის მქონე ერთეული, ანუ ის საუბრობს თავისი სახელით, ის არ ესაუბრება ბრიუსელს, იმიტომ რომ ბრიუსელს არ აინტერესებს რა სიტყვის შალვა პაპუაშვილი, მაგრამ ისე როგორც საქართველოს პაპუაშვილს და ქართულ ოცნებას შალვა პაპუაშვილს ქართულ ოცნებას აინტერესებს. ქართულ ოცნებას ჭირდება ბრიუსელი, ქართულ ოცნებას ჭირდება მათთან ურთიერთობები, უბრალოდ საკუთარი პირობებით იმისთვის, რომ მათ თავიანთი კორუფციული მმართველობა შეინარჩუნონ საქართველოში და საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ ისე, რომ ამას საფრთხე არ შეექმნეს. სწორედ ძალიანაც ჭირდებათ ევროპაში სიარულიც და ევროპული ინვესტიციებიც, ბევრად მეტად ვიდრე ის ფსევდოინვესტიციები, რომელსაც ისინი ქართულ ხალხს ატყუებენ, რომ თითქოს აღმოსავლეთიდან წამოვა. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობას, ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოში ვინმეს ეჭვიებარებოდეს იმაში, რას იკეთების მომტანია ევროპა. ეს რომ ასე არ იყოს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იქნებოდა სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე. ეს არის სახალხო დაკვეთა, ეს არ არის პოლიტიკოსების შექმნილი რაღაც ვერსია თუ ვექტორი, არამედ ეს არის სახალხო დაკვეთა. ადამიანებს, როგორც თქვენ, მე, თქვენ შულს, ჩემ შულს, თქვენს მშობლებს უნდათ ევროკავშირში. იმიტომ რომ ევროპა გულისხმობს განვითარებას, კეთილდღეობას და მშვიდობას. საბჭოთა კავშირი, საიდანაც საქართველოს ძლივს თავი დააღწია, არის სწორედ ის, რასაც დღეს იმპერიული რუსეთი გვთავაზობს. მონობა იმის სანაცვლოდ, რომ სრულად დაკარგული ექნება ქვეყანას სუვერენიტეტი და საკუთარ ბედღვალზე ვერ იქნება გადაწყვეტილების მიმღები. ეს არის ალტერნატივა. პროპაგანდა სწორედ იმიტომ არის პროპაგანდა, რომ ისინი ცდილობენ ადამიანებს პირდაპირ მნიშვნელობით ტვინი გამოურეცხონ. შესაბამისად, მუშაობს თუ არა ეს პროპაგანდა საზოგადოებას და როგორ შეიძლება ამ პროპაგანდამ შეცვალოს ევროკავშირისადმი მოქალაქეთა განწყობები. 13 წლის განმავლობაში ივანიშვილი და ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე ვლადიმერ პუტინი ცდილობენ ქართველებს დააჯერონ, რომ რუსეთი არის სანდო პარტნიორი და რუსეთთან უნდა ჰქონდეთ მათ ჭიდრო კავშირები.
13 წელიწადია საქართველოს მოსახლეობას ვერაფერი ვერ მოუხერხეს. უფრო მეტიც ამასობაში მესამე თაობა გაიზარდა, რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის საბჭოთა კავშირი, რომელსაც საერთოდ არ ესმის რატომ უნდა მოწონდეს ოკუპანტი რუსეთი, სამაგიეროდ ძალიან მკვეთრად აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია პროდასავლურ ინტეგრაციასთან მიმართებით. ამიტომ ფაქტია, რომ ამ პროპაგანდამ დღის მდგომარეობით ვერ იმუშავა. ეხლა თუ ივანიშვილის კი არა და რუსეთის სანუკვარი პერიოდი დადგება საქართველოში, როდესაც ისინი ყველა საღამოაზროვნე ადამიანს ამ ქვეყნიდან გააძევებენ და დატოვებენ მხოლოდ იმ მოსახლეობას, რომელსაც უბრალოდ მართლა არ ვიცი შეურაცხყოფელია, მაგრამ ნუ შეურაცხყოფათაც უნდა იქნას საქმე, რომელსაც ახლა ტომარა კარტოფილზე აცვლებინებენ ქვეყნის ბედს, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პროპაგანდა იმუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტია, რომ ამ ტიპის პროპაგანდამ არ იმუშავებს. ქავტონინო, ერთია გაფართოების ანგარიში, მეორეა ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიში, რომელიც ასევე ნოემბერში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა როგორც ითქვა, ოდნავ მოგვიანებით. ამ კუთხით რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს? ახლა ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა უვიზო მიმოსვლის შეჩერება თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ შეეხოს საქართველოს რიგით მოქალაქეებს და თქვათ ეს მოხდეს მხოლოდ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში, თუმცა რა პირი უჩანს? აი რა შეიძლება იყოს ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება, უკვე როცა საქმე ეხება საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას? ხო, ნუ ახლა როდესაც ჩვენ ევროპულ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, იქ გვესმის, რომ ერთ და ორ ადამიანზე არ გადის ეს საკითხი, არამედ ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება და იქ შერეულია პოზიციები. ყველას ერთნაირი დამოკიდებულება არ აქვს. ზოგი მიიჩნევს, რომ ქართულ ხალხს ეს ზიანი არ უნდა მიადგეს, რომელიც ძალიან დიდ სიკეთეს წარმოადგენს და თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერებს, შეიძლება ქართველი ხალხი უშუალოდ დაზიანდეს იმის გამო, რომ მათ ყავთ ცუდი მმართველები, რომლებმაც ძალაუფლება ხელოვნურად მიიტაცეს. ამავდროულად არსებობენ ასევე ევროპის პარლამენტში გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც თვლიან, რომ როგორც არ უნდა იყოს, ქვეყანა, რომელიც რუსეთს ემსახურება, რომელიც რუსეთს ეხმარება, რომელიც ეხმარება მათ შორის უკრაინის და დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, ამ ქვეყანას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა ევროკავშირში მარტივად შესვლის და გადაადგილების, იმიტომ რომ ეს მათ შორის ევროპულ უსაფრთხოებას უქმნის. თუმცა მხოლოდ სავიზო შეზღუდვები რამდენად იმუშავებს და რამდენად მოახდენს გავლენას ქართულ ოცნებაზე. გუშინაც ითქვა საპარლამენტო უმრავლესობაში, რომ ყავლი გაუვიდა და ძალად დაკარგა დაშინებამ, რომ შესაძლოა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმნით. მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, ვერავინ შეგვაშინებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგვიჩერებს, რადგან სასწორის მეორე მხარეს დგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაო. ამ განცხადებების კონტექსტში კი ისმის კითხვა მართლაც რამდენად შეაშინებს ქართულ ოცნებას მხოლოდ სავიზო შეზღუდვების შემოღება ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში. ქართულ ოცნებას ეს არ შეაშინებს, იმიტომ რომ ქართული ოცნება არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც თვითონ წყვეტს რა უნდა გააკეთოს. ისინი ინსტრუქციებს იღებენ რუსეთიდან და ეს არიან ადამიანები, რომლებიც არიან ღრმად კომპრომიტირებული თავიანთი კორუფციული წარსულის გამო, რომლებსაც მოუწევთ ზუსტად ის ილაპარაკონ, რასაც მათი პატრონები ეტყვიან. ქართულ ოცნებაზე ზეწოლის ბერკეტად არ განიხილება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ეს არ არის საკითხი, ეს არ არის ის სანქცია, რომელიც პრევენციულ დატვირთვას ატარებს. ეს არის სანქცია, რომელიც ფაქტობრივად შეგვიძლია რომ გავმართოთ როგორც სადამსჯელო სანქცია, სწორედ იმიტომ რომ საქართველოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ქართული ოცნება აყალიბებს, ფიზიკურად ვერ მიიღებს ევროკავშირი თავის რიგებში, იმიტომ რომ ეს მათი უსაფრთხოების პრობლემაა პირველ რიგში. ამიტომ სასწორზე იქ ზოგი პოლიტიკოსისთვის დევს ევროპული უსაფრთხოება და ზოგისთვის დევს ის, რომ ქართულ ხალხს ჯერ კიდევ შეუნარჩუნონ ეს სიკეთე. ამიტომ ეს არის დილემა, რომელზეც დიდი ხანია უკვე დასავლური დედაქალაქები მსჯელობენ, სწორედ იმიტომ რომ არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. კეთილია დასავლეთიდან საქართველოს იზოლაციის ფონზე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართულ დიპლომატიაზეც მე ვფიქრობ რომ თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ხართ გუშინ კი დიპლომატის დღე იყო ბევრი კრიტიკული შეფასება მოვისმინეთ გუშინდელი დღის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისადმი, მათ შორის საინტერესო წერილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს. დიპლომატია არ არის მორჩილება, ქვეყნის ერთგულება, არიზომება კარიერული სიჩუმით, რას აკეთებს ბრიუსელში ელჩი, როცა ევროპული კურსი შეცვლილია, ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ქვეყნის გადარჩენისთვისო, ამ კითხვით მიმართა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ქართველ დიპლომატებს. აი მართლაც რა სახე მიიღო დღეს ქართულმა დიპლომატიამ და რატო
რატომ არ ისმის მათი ხმა, როდესაც არ ვიცი წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, ხო? რათა ქვეყანა წინ წასულიყო სწორედ ევროკავშირთან დაახლოების და ინტეგრაციის გზაზე. აი რა გონიათ მიზეზები იმის, რომ როგორც საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, დღეს ელჩები არიან გაყურსულნი. ხო, პირველ რიგში ვინაიდან მე თვითონ ამ უწყების ნაწილი ვიყავი და ამ სისტემის თავისუფლებას ვივცემ, რომ ცოტა უფრო მეტად კრიტიკული ვიყო, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ამ შინაარსის განცხადების მიმართ, იმიტომ რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა აღმოაჩინა. ან ყოველ შემთხვევაში საჯაროდ განაცხადა, ამიტომ ეს კრიტიკა მიემართება არა მხოლოდ დღეს მოქმედ ელჩებს, არამედ მათ შორის ბრიუსელში იმ ელჩებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა, იმიტომ რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაშინ უკვე გაჩერებული იყო. ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდა და პრეზიდენტობის დროს გაჩნდა ეს პრობლემა ამასთან. მანამდეც, ანუ ქართული ოცნების საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ევროინტეგრაციის საკითხი ყოველთვის წარმოადგენდა ფორმალობას. უბრალოდ ახლა 2022 წლის შემდეგ მიღაბი ჩამოიხსნა ივანიშვილმა და სახელი დაარქვა პაპუაშვილის ენით ამ საკითხს, თორე ყოველთვის ეს პოლიტიკა მიმდინარეობდა მანამდეც და ეს სამწუხაროდ ჩვენი ელჩების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცოდა პირველ რიგში იმ ხალხმა, ვინც ბრიუსელში იყო. მაგრამ რასაკვირველია, განსაკუთრებული კრიტიკის საგანს წარმოადგენენ საქართველოს ის ელჩები, რომლებიც დღეს პრაქტიკულად რუსული რეჟიმის გაგრძელებას ემსახურებიან და ეს კრიტიკა სამართლიანია იმდენად, რამდენადაც ჩვენ თუ სახალხო წინააღმდეგობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ თუ რეალურად ვსაუბრობთ ქვეყნის ბედის გადარჩენაზე, მაშინ სამოქალაქო ერთობა უნდა იყოს ბევრად მეტი, ვიდრე ეს ჩანს რუსთაველის ქუჩებში. ეს არის ძალიან სამართლიანი კრიტიკა, მესმის რომ ძალიან რთული განსახორციელებელია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უბრალოდ საარსებო შესაძლებლობა არ აქვს და არიან სახელმწიფო სამსახურზე მათ შორის დამოკიდებული, მაგრამ კი თავისუფლება არ მოიპოვება ასე ვიღაცეების ხარჯზე და დანარჩენები უბრალოდ ჩუმად იქნებიან და დაელოდებიან, რომ მათაც გაუმართლებთ სხვების ნაბიჯს. ხო, მაგალითისთვის 2 დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ყოფილა ეს ადამიანი გიორგი წიქარიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და შეუფარდეს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა იმის გამო, რომ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და კონკრეტულად არ გაატარა რუსულნომრიანი მანქანა, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით წინ დაუდგა. აი, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ბევრმა მიაქცია ამ ფაქტს ყურადღება, არც ერთ თანამშრომელს არ გაჩენია პროტესტი, ან შესაძლოა გაუჩნდა ყოველ შემთხვევაში ღიად არ დაუფიქსირებია წიქარიშვილის მიმართ სოლიდარობა. აი ეს აჩვენებს თუ არა სხვა პრობლემებსაც, აჩვენებს თუ არა რომ პრობლემა არა მარტო თქვა ქართული ოცნების პოლიტიკაშია, არამედ პრობლემა ჩვენშიც პრობლემებისადმი საზოგადოების აღქმასა და დამოკიდებულებაშიც. ეს არის აი ამ მანკიერი მმართველობის შედეგი. ივანიშვილი მოვიდა საქართველოში, ივანიშვილმა გააღარიბა ხალხი და შემდგომ ისინი უბრალოდ იაფად იყიდა. ეს არის მოცემულობა. ივანიშვილმა სხვა რესურსი გადაუწურა ადამიანებს, იმიტომ რომ ის პრაქტიკულად ყველა ველს აწარმოებს. ადამიანები, რომლებიც ახლა სახელმწიფო უწყებებში მუშაობენ, მათ აღარ აქვთ იმის ფუფუნება, რომ საკუთარი პოზიცია თავისუფლად დააფიქსირონ. სწორედ იმის გამო, რომ მათ საარსებო პრობლემები შეექმნებათ. ეს მოცემულობა ივანიშვილმა წინასწარ შექმნა და შემდგომ უკვე ფაქტის წინაშე დააყენა ის ადამიანები, რომლებიც თავისი არჩევანის მძევალი არიან. რასაკვირველია, უმეტესობა სახელმწიფო სამსახურში ყოფი ადამიანებისა არის ევროინტეგრაციის მომხრე და უნდა რომ მათი ქვეყანა განვითარდეს დასავლური მიმართულებით. მაგრამ იმის გამო, რომ მათ პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური შესაძლებლობა აღარ აქვთ, იმიტომ რომ იციან რომ ამისთვის დაისჯებიან და ეს სადამშრალო გზა გამოატარა ივანიშვილმა უკვე ყველას, ვინც ხელი მოაწერა მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის ერთგულების პეტიციას. მხოლოდ და მხოლოდ დააფიქსირეს თავიანთი აზრი და ისინი უკლებლად ყველა დარჩნენ სამსახურის გარეშე. ამიტომ ეს არის სისტემის მანკიერების პრობლემა, რომელიც ამ ფორმით მოგვივლინა
ოკუპანტმა რასაკვირველია საზოგადოებრივი მედეგობის პრობლემაც აქ ამ შემთხვევაში დგას, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგობის სხვა გზა არ გააჩნია. ქავტონინო, სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა შევეხოთ, მათ შორის მაშინ როცა დღეს ბრიუსელში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები იკრიბებიან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთში გაემგზავრნენ, იცით თქვენ ირაკლი ყობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უშინ ჩავიდა შანხაიში და როგორც ცნობილი ხდება, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელზეც საქართველოს წელს საპატიო სტუმრის სტატუსით ყოფილა დაპატიჟებული. ყობახიძის ვიზიტები ჩინეთში ახალი არ არის, ამ ვიზიტებს შეჩვეული ვართ, ისე როგორც ძალიან ხშირად იმართება შეხვედრები საქართველოში ჩინეთის ელჩთან. აი ჩინეთში გახშირებულ ვიზიტებს და შეხვედრებს როგორ უყურებთ, ეს გითხარით და რამდენად ხედავთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობები წინ მიდის იმის პროპორციულად და ადეკვატურად, რა სიხშირითაც იქ ჩვენი პრემიერი თუ მთავრობის სხვა წევრები ჩადიან. ჩინეთთან ურთიერთობა იმდენად კომპლექსურია, რამდენადაც რამდენიმე კომპონენტს შეიცავს. ერთი რომ თავისთავად ჩინეთთან ურთიერთობა თუ ეს არის ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური დივერსიფიცირების ნაწილი, მაშინ ამის საწინააღმდეგო პრინციპულად არავის არაფერი შეიძლება რომ გქონდეს. მაგრამ როდესაც შენი ვექტორი იცვლება სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობის სანაცვლოდ და ამის ალტერნატივად ირჩევ ჩინეთს, რომელიც შენი სტრატეგიული პარტნიორების დეკლარირებული მოწინააღმდეგეა, ეს ერთი, უფრო მეტიც არის სახელმწიფო, რომელსაც დამოუკიდებლად საქართველოსთან მიმართებით პრაქტიკულად ინტერესი არ გააჩნია. მას შეიძლება მხოლოდ ავტორიტარული ერთობის ნაწილში ქონდეს რაღაც ინტერესი, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ეკონომიკური ინტერესი ჩინეთს არ და ვერ ექნება. საქართველო არის, არ ვიცი, ჩინური ერთი პატარა სოფლის ზომის ქვეყანა, რომელიც თუ არ არის ევროპულ ბაზრებზე მიბმული, ჩინეთს იქ არაფერი ესაქმება და უბრალოდ არ აინტერესებს და თავსაც არ შეიწუხებს. ამიტომ ეს საკითხი მათი გახშირებული ვიზიტები ატარებს მხოლოდ სიმბოლურად დეკლარაციულ ხასიათს, რომლითაც ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ დემონსტრაციულად ვირჩევთ ანტიდასავლურ გზას. ჩვენი მოკავშირეები ახლა იქნებიან არა დემოკრატები, არამედ მსოფლიოში არსებული დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები. ამ განაცხადის მანიშნებელია სწორედ მათ შორის ის, რომ ბრიუსელში შეხვედრის პარალელურად მიემგზავრება ყობახიძე იქ, სადაც ბრიუსელში თავითვე არ მიიწვევდნენ, მაგრამ ამის კიდევ ერთხელ პოლიტიკური დემონსტრირება ხდება. სხვა საფუძველი ამას დღეს მდგომარეობით არ გააჩნია, იმიტომ რომ ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, ეს არის ივანიშვილის კონკრეტული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც გზავნილია დასავლეთში, რომ მე ვირჩევ დემოკრატიის სანაცვლოდ, საქართველოში ვირჩევ დიქტატურას. კეთილი, ქავტონინო, ჩინეთზე კითხეთ ახლა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, მათ შორის საინტერესო რას ფიქრობთ აი არაბულ საინვესტიციო ჯგუფთან, EMAR-თან გაფორმებულ შეთანხმებაზე, რასაც ამხელა აჟიოტაჟი ახლავს ინვესტორთა ამ ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი მიწა გადაეცა. EMAR ჯგუფი 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ინვესტიციის ერთი ნაწილი, როგორც გვეუბნებიან კრწალისის ტყეპარკში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდება, მეორე ნაწილიც კი იგივე ტიპის კომპლექსის მშენებლობაა გათვალისწინებული გონიაში. აი მართლაც მწვავე კრიტიკა ისმის ამ შეთანხმების მიმართ ოპოზიციის მხრიდან, განსაკუთრებით კი პროექტის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც აი საცხოვრებელ კომპლექსებში გაყიდვების 60% ორიენტირებული იქნება საერთაშორისო მყიდველებზე. თქვენ როგორ უყურებთ ამ შეთანხმებას, ყოველ შემთხვევაში იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ამ დროისთვის არსებობს და რამდენად ხედავთ ოპოზიციის მსგავსად არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის ჯგუფთან მიღწეულ შეთანხმებაში საფრთხებს? პირველ რიგში აი ამ ავტორიტარული მმართველობის პრობლემა ის არის, რომ ჩვენ სინამდვილეში ინფორმაციას არ ვფლობთ რა ტიპის შეთანხმებაზეა საუბარი. ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობად, რას გამოგვიცხადებს კალაძე, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით იქ რა შავი მაქინაციები მიმდინარეობს. ეს არის ავტორიტარული მმართველობის ერთი ძალიან კვეთრად გამოხატული გვერდითი მოვლენა, რომ მოქალაქეები უბრალოდ ინფორმაციას ვერ იღებენ სინამდვილეში რაზეა საუბარი.
მეორე რაც პრობლემურია ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ინვესტიცია თუ უნდა ხორციელდებოდეს ქვეყანაში ეკონომიკის გაზრდის მიზნით, მაშინ ეს უნდა იყოს კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, რომელიც მაგალითად ემსახურება, არის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. კომპლექსის მშენებლობა, საიდანაც მაღალი ალბათობით უბრალოდ კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი და სადაც ეგრეთ წოდებული ატკატები კონკრეტულ ჯიბეებში მიდის, ისევ ავტორიტარული და კორუფციული მმართველობის გამყარების მიზნით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც არ არის საქართველოს მოსახლეობისთვის გათვლილი, იმიტომ რომ ამას ვერც იყიდის არსებულ ეკონომიკაში და არც ყოფილან ისინი სამიზნე ჯგუფები, მაშინ რა საინვესტიციო ღირებულებას წარმოადგენს, თუ არა იმისა, რომ უბრალოდ კონკრეტული უცხოური ნაკადი შემოიყვანოს საქართველოში, რომელიც ქონებას დაიკანონებს საქართველოში, მაგრამ ვერ მოიხმარს სახალხო ინტერესებისთვის და საქართველოს მოსახლეობის ეთილდღეობისკენ არ არის მიმართული. ანუ ეს არის და დამატებით ამას იმავე კონტექსტში რო განვიხილოთ, საინვესტიციო პროექტი მაშინ არის საინტერესო, თუ ეს ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას. ეკონომიკურ განვითარებას არ ემსახურება რაღაც ადამიანებს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც უბრალოდ ქვეყნის რაღაც კონკრეტული ტერიტორიის სხვაზე მისხვისების გზით ვიღაც ადამიანებს ამდიდრებს ადგილზე მერიის თანამშრომლებს და იქ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ უბრალოდ რაღაცა მიწებს და სახლებს იყიდიან, იმიტომ რომ საქართველოში ეკონომიკა თუ ვითარდება, მაშინ საინვესტიციო პროექტებს აზრი აქვს, ხო? თუ ბევრი ტურისტი ჩამოდის, თუ აქ რაღაც კულტურული ღონისძიებები იმართება, თუ სასტუმროები შენდება, რომლებიც დაიტვირთება, რომელიც ვთქვათ დეცენტრალიზაციას ემსახურება. ეს ხო არ არის ასეთი პროექტი, ეს არის უბრალოდ გამოიტანეს აუქციონზე, მიყიდეს ვიღაცას, არ ვიცი, ალბათ აუქციონის გვერდის ავლით და თვითონ ჩაიდეს ფული ჯიბეში და ქართულ ხალხს დაუკარგეს იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ქადონო, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მოდით ბოლო კითხვა ამერიკასთან ურთიერთობებზეც დავსვათ და უკვე ამით დაგემშვიდობებით. ბოლო ინფორმაციით მიხეილ ყაველაშვილი და ქართული ოცნება ზარს ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მას შემდეგ, რაც აი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებაზე ყაველაშვილმა ტრამპს სთხოვა, რომ ყურადღება მიაქციოს და ყურადღება დაუთმოს საქართველოს. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად გადმორეკავს დონალდ ტრამპი და თუ კი გადმორეკავს, რას ეტყვის ქართულ ოცნებას? ეს გადაცემის დასრულებისას ხუმრობის ეპიზოდია. არ ელოდებით ასეთს არს? ამერიკის შეერთებული ყაველაშვილს არავინ არ დაურეკავს. კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს. კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაურეკავს ტრამპი. ტრამპი თუ ბიძინა ივანიშვილთან საქმის დაჭერას დააპირებს, პუტინს დაურეკავს და ეტყვის, რომ გადაეციო. არა, ყაველაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ იქნება. არც ბიძინა ივანიშვილთანაც ბიძინა ივანიშვილთანაც არ იქნება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც მათ თავიანთი ელჩი გააგზავნეს სასაუბროდ, მან ის ელჩი არ მიიღო და ეს იმას ნიშნავს, რომ არც ბიძინა ივანიშვილთან არანაირ ურთიერთობაში ამ ეტაპზე ის არ შევა. ამ ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს, რომ რაღაცა დაახლოებული ინტერესები უნდა იყოს დღის წესრიგში განსახილველად და თუ ასეთი არ არის და მხოლოდ უბრალოდ ივანიშვილს უნდა აცნობს, რომ მე აქ დიქტატურას შევინარჩუნებ, მე კობახიძეს ჩინეთში გავაგზავნი და შენ უბრალოდ მიმიღე მოცემულობად, ამის გასაგონად ტრამპი არ დარეკავს არც. იგივე ჩინეთ ქართული ოცნების ურთიერთობას როგორ შეიძლება შეხედოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა? მათ ნათქვამი აქვს როგორ უყურებენ ჩინეთს ამერიკა როგორც სახელმწიფო განიხილავს დეკლარირებულად საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ სახელმწიფოს და ყველა მათ მოკავშირესგან მოელის, რომ გაატარებენ შესაბამის ინტერესს და საქართველოს ატარებს დეკლარირებულად საპირისპირო ინტერესს, ამიტომ ეს მათ ნათქვამი აქვს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ამერიკის უსაფრთხოების საკითხია და არ ექვემდებარება განხილვას. მადლობა ქავტონინო იმისთვის, რომ გვესტუმრეთ, უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ნინო კალანდაძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ნიკა სიმონიშვილი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვაერთით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, იურისტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ნიკა და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, მადლობას გქონდეთ. ნიკა, მოდით დავიწყოთ იმ სურათის შეფასებით, რასაც ორ კვირაზე მეტია ყოველ საღამოს ხედავთ რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც აქციებთან დაკავშირებული ახალი და უფრო მკაცრი რეგულაციები შევიდა ძალაში, გზის გადაკეტვის თუ პირბადის ტარების ფაქტი
აქტზე ადმინისტრაციული წესით აქციის 10-ობით მონაწილის დაკავება მოხდა, ხოლო ერთ პირს აი ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს, გუშინ ახოთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აი ქართული ოცნების პოლიციის და ჯამშის სახელმწიფოს რა სახეს აჩვენებს ის სურათი, რასაც დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მართლაც ყოველ საღამოს ვადევნებთ თვალს და აქვე ადამიანის უფლებათა დამცველები კანონებში დამატებულ ახალ შესწორებებს, აი რუსეთის და ბელარუსის პრაქტიკას ადარებენ. აი თქვენი აზრით, რამდენად იყენებს ხელისუფლება ამ ორი ქვეყნის გამოცდილებას, რამდენად ეწევა მათი კანონების კოპირებას და ქართულ რეალობაზე მორგებას? რა თქმა უნდა, სამართლებრივი სტანდარტით დავიწყოთ და შედარებისთვის ალბათ უფრო ყველაზე მეტად ეს გამოგვადგება. ანუ სამართლებრივი სტანდარტი მოითხოვს იმას, რომ შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის დროს სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. ანუ ყველაზე ნათლად ეს არის კარგად ჩამოყალიბებული ეუთო ოდირის დასკვნაში და შეფასებაში, ასევე ვენეციის კომისიის შეფასებაში, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადდა, სახალხო დამცველის მოთხოვნით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. და იმ დასკვნაში ძალიან კარგად არის ახსნილი და ჩამოყალიბებული, რომ თუნდაც შესაძლებელია ცალკეული საკანონმდებლო მოთხოვნები ირღვეოდეს, მაგრამ შეკრება მანიფესტაციის როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით არ შეიძლება, რომ სისხლის სამართლებრივი ხასიათის სანქციები იყოს გამოყენებული. ანუ თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობა ან სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს არის საერთაშორისო სამართალთან და მათ შორის ჩვენ კონსტიტუციასთანაც არსებითად შეუსაბამო. ამიტომ ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ერთია, რომ ჩვენს კანონმდებლობასთან, რომელიც ანუ აი ამ ფორმალურ წესებს და კანონებზე უფრო მაღლა დგას, ხო? ანუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კონსტიტუცია, აი ამ ყველაფერთან არის შეუსაბამო. მეორე არის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ თუ რაღაც შევადარებთ კი რუსეთში, ბელორუსში თუ შეგვიძლია ასეთი რაღაც მოძებნოთ. ფაქტობრივად იმ ცვლილებებმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაატარა ბოლოს ამ კანონმდებლობაში, ეს ყველაზე მეტად დაემსგავსა იმას, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრება მანიფესტაციის თავისუფლებას ფაქტობრივად შინაარსი გამოაცალეს ძალიან დიდი ნაწილით, აი ესე გამოშიგნეს, გამოაცალეს შინაარსი და დაამსგავსეს რუსული ტიპის კანონმდებლობა, სადაც ნებართვა და თანხმობა გჭირდება შეკრება მანიფესტაციის ჩასატარებლად. მაგრამ ერთია, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დაუშვებელია, ანუ ამას არც ჩვენი კონსტიტუცია და არც საერთაშორისო სამართალი არ უშვებს, დაუშვებელია ადამიანს იჭერდე შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო. არ შეიძლება, რომ არ ვიცი, მაყურებელმა ალბათ შეიძლება ბევრმა არ იცის და მე ვიტყვი იმას, რომ რუსთაველის გამზირი 16 ოქტომბრის შემდეგ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იკეტება. დაახლოებით 20 წუთი იკეტება, 20 წუთით გზის გადაკეტვის გამო არ შეიძლება, რომ იჭერდე ადამიანს, არ შეიძლება, რომ იჭერდე მთელ ოჯახს. ხო, ერთიანად აი მთელი ოჯახი დაიჭერეს. არ შეიძლება, რომ იჭერდე 70 წლის დევნილ ქალბატონს, რომელსაც არ ვიცი, მთელი ცხოვრება რუსულ ეს უყვირს ქართულ ოცნებას, რომ აი რამდენიმე წუთის გამო ხდება მაინც ის, რაც ხდება. აი ნინო წილოსანმა ისიც კი თქვა, რომ ცოტა ფსიქიკურ აშლილობასთან უნდა გქონდეს უკვე საქმე, როცა ამა თუ იმ მომიტინგეს ანუ ამ ადამიანებს ზალაუფლების და რომელიც ყოველ დღე თუნდაც რამდენიმე წუთით მაინც კეტავს ამ ხალხმა ჯობს ალბათ საკუთარ მორალს და ამ მდგომარეობას ჩახედოს და კარგად დაინახოს, მე მოდი ამას ვიტყოდი, მაგრამ ამ ადამიანებს ფულის და ძალაუფლების იქით არაფერი არ ესმით. იდეა, სამშობლოს იდეა, რომ სამშობლოსთვის შეიძლება იბრძოდე არასწორი და არასამართლიანი წესების წინააღმდეგ ასეთი რაღაც არ ესმის. შეიძლება ეს ნინო წილოსანისთვის სიგიჟეა, მაგრამ ამ ადამიანებისთვის იდეა არის, რომ ფულის და ძალაუფლების გარეშე იბრძოდე ამ იდეისთვის. ქალბატონი აზა არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც შიშველი ხელებით ანუ გაგრიდან არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცი, აი ასე პირდაპირ დაუდგა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს წინ და ებრძოდა ამას. ახლაც ამას აკეთებს, ამას ნინო წილოსანი და მისნაირები 100 წელი ვერ გაიგებენ. აი ამაში არის მთელი საქმე. 71 წლის გაგრელი მონაწილე აქციის აზა ჩილაჩავა ახსენეთ, სასამართლომ მას ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხო გუშინ? აი პოლიტიკოსების შეფასებას ვისმენთ სხვათა შორის ნიკა გუშინ მთელი დღის განმავლობაში, რომ აზა ჩილაჩავას უკანონო პატიმრობა არის ქართველობის ტრადიციების იდენტობის და ჩვენ წარსულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეჟიმის ხრწნის გამოვლინება, თუმცა კრიტიკაზე
ახლა უკვე შალვა პაპუაშვილი უნდა ვახსენო, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მოითხოვოს ევროკავშირის ელჩს და EUTHO-ს თავმჯდომარეს, რადგან ისინი ახალისებენ ძალადობას და შესაბამისად მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სწორედ მათზე. რას აჩვენებს აზა ჩილაჩავას შემთხვევა, უფრო მეტი რომ გითხრათ და მართლაც ვის მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი? შალვა პაპუაშვილის როგორც ქართული ოცნების არც ერთი წევრი არ იტყვის, რომ ეს ჩვენი ბრალი არისო და ჩვენი მიღებული წესების ბრალი არისო. მე სხვა მოლოდინი ამ ადამიანებისგან არც მქონია, მაგრამ მოდი დავიწყოთ საიდან. ეს ხალხი აყენებენ კითხვას იქედან, რომ შენ კანონი არ დაარღვიო და არ დაგიჭერენ, არ გადაკეტო გზა, რაღაც არ დაარღვიო ეს ფორმალური წესები და შენ არანაირი პასუხისმგებლობა არ დაგიდგება, ხო? მაგრამ მოდი კითხვა სხვა მხრიდან დავსვათ, საერთოდ საიდან დაიწყო. მოდი ჯერ დავაყენოთ საკითხი და დავსვათ საკითხი იმასთან დაკავშირებით, ნაწამები ადამიანების წამებასთან დაკავშირებით, ცემასთან დაკავშირებით, ფიზიკურ ანგარიშწორებასთან დაკავშირებით, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა. ერთი ადამიანი მაინც დასჯილა? გზის გადაკეტვა უფრო დიდი კრიმინალია, ვიდრე ადამიანების წამება? მოდი ჯერ ეს საკითხი დავსვათ. მერე დავსვათ საკითხი, უკანონო დარბევების გამო ვინმე დასჯილა, ვინმეს პასუხი მოეთხოვა? ქვეყანაში წლების განმავლობაში კორუფცია რომ ყვაოდა, ის ადამიანები დაჭერილები არიან, თვითონვე რომ აღიარებენ, რომ კორუფციულ დანაშაულებს შადიოდნენ, ეს ადამიანები დაჭერილები არიან. მოდი ახლა დავსვათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი რიგი ეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები რომ იყო ქართულ ოცნებაში მიღებული, ამის გამო ვინმეს პასუხი მოეთხოვა? ეს ადამიანები სწორედ ამ უსამართლობის გამო არიან ქუჩაში და ქართული ოცნება ამბობს იმას, რომ კორუფცია ადამიანების წამება დასჯადი არ ყოფილა, მაგრამ გზას თუ გადაკეტავდა, პირბადეს თუ ტროტუარზე გაიკეთებ, ეს თურმე საშინელი კრიმინალი ხდება. მოდი აქედან დავსვათ კითხვა და აქედან გამოჩნდება ვისი ბრალია. აქ ევროკავშირის ელჩი არაფერ შუაში არის. შალვა პაპუაშვილი იმას ხომ არ იტყვის, რომ ადამიანების წამების გამო არიან ეს ადამიანები ქუჩაში გამოსული და ამის გამო უსამართლობას აპროტესტებენო, ხო? ამას ხომ არ იტყვის, იტყვის, რომ ვიღაცას დააბრალებს, რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარ სინდის არც ერთი საკუთარ უსინდისობაზე პასუხს არც ერთი არ აქვს. 71 წლის აზა ჩილაჩავას, როგორც უკვე ვთქვით, ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გუშინ სასამართლომ. ეს ვადა გუშინვე ამოიწურა და შესაბამისად გუშინ ღამით უკვე მან დატოვა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ კი ქალბატონმა აზამ ასე მიმართა ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას ვეტყვი, რომ არ ვემორჩილები მათ კანონს, მე არ მინდა რუსეთი, ხვალ რუსთაველზე ვიქნები, პირველი გავალ, ისევ გადაკეტავ გზას, ამბობს 71 წლის მომიტინგი. აი მისი ამ პოზიციის კონტექსტშიც მინდა დაგისვათ ერთი კითხვა. აი როგორ ფიქრობთ, რა შედეგი ექნება ქართული ოცნების ასე თქვათ ბრძოლას პირბადეების და გზის გადაკეტვის წინააღმდეგ? ფაქტია, ამ მდგომარეობით ხედავთ იმას, რომ იმ წესებმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, ჯერჯერობით ამ წესებმა ის შედეგი ვერ გამოიღო, რომ რუსთაველის გამზირი არ იკეტებოდეს, ხო? იკეტება მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად სისხლისამართლებრივი სანქცია არის აქ შემოღებული. ადამიანები კვლავ იბრძვიან და აპროტესტებენ ამ უსამართლო კანონს, ღიად და აშკარად არღვევენ, ხო? ადამიანები სახესაც არ იფარავენ და ისეც გადადიან. არ ვიცი, ამას ვამბობ, რომ ეს არის ისეთი რაღაც, ეს არის ისეთი იდეა, რომელსაც ქართულ ოცნებაში უბრალოდ ვერ გაიგებენ. მათ სჯერათ და გონიათ, რომ ადამიანების დაჭერით თუ ცემით თუ დაშინებით შესაძლებელია ადამიანები უბრალოდ გააჩერო და პროტესტზე აღარ გამოვიდნენ, მაგრამ ეს არის ისეთი იდეა და ისეთი, არ ვიცი, გაგება, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამას ქართულ ოცნებაში მივხვდნენ. გამახსენდა, სხვა შორის ამას წინათ წერდით სოციალურ ქსელში, ახლა ვიპოვე იზოლატორში პატიმრებთან შეხვედრა ისი არ ჩაივლის, გამოსვლის შემდეგ გეგმებზე რომ არ მესაუბრონ რეჟიმთან საბრძოლველად კიდევ რას აპირებენ. აი მოგვიყევით უფრო მეტი რა განწყობები აქვთ მართლა პატიმრებს, რომლებსაც თქვენ ხვდებით და რაზე საუბრობთ, როდესაც მათთან შედიხართ? რა თქმა უნდა, მე როგორც ადვოკატს, რა თქმა უნდა, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მოხსოვნა საუბარი, მაგრამ გარდა ამისა, ეს ადამიანები მელაპარაკებიან აუცილებლად იმაზე, რომ გამოვლენ, რას გააკეთებენ. ისინი მათ დაფიქრებისთვის დრო მისცა რეალურად ქართულმა ოცნებამ, საფიქრალი დრო მისცა იმისთვის, რომ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ, ხომ? ბევრი მათგანი მესაუბრებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე აქამდე ისე მეტს არ აკეთებდნენ. შეეძლო თურმე უფრო მეტი გაეკეთებინათ საზოგადოებასთან საუბარი იქნება ეს თუ მაგალითად დაჭერილ თუ დაკავებულ ადამიანებთან მუშაობა, დახმარება, მათი ოჯახების მხარდაჭერა.
აი ეს არის, რასაც ქართული ოცნება ებრძვის, ეს არის ის, რომ სოლიდარობა არ უნდა, ქართულ ოცნებას უნდა, რომ სოლიდარობა მოსპოს ადამიანებში. ეს ადამიანები რეალურად გამოსვლის შემდეგ სწორედ ამაზე ფიქრობენ, როგორ უფრო მეტად დაეხმარონ სხვა ადამიანებს, რომლებიც იმავე დღეში აღმოჩნდნენ მათ ოჯახის წევრებს. აი ამაზე დგას პრინციპში ადამიანობაზე, ჰუმანიზმზე, სოლიდარობაზე დგას ეს პროტესტი და ამას ვერ იგებენ ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ მათ ადამიანური უკვე სამწუხაროდ აღარაფერი აღარ შეერჩათ. აი ამას ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ გამოვლენ სხვებს უფრო მეტად როგორ დაეხმარონ, როგორ იბრძოლონ უფრო მეტად რეჟიმის წინააღმდეგ. ქართულ ოცნებაში გონიათ რომ ვიღაცას თავში ხელს ჩაარტყავენ და უბრალოდ ამ ადამიანებს შეეშინდებათ. ამ ადამიანებს კი არ ეშინიათ, არამედ კიდევ უფრო მეტად პრინციპული ხდება მათთვის ეს ბრძოლა. აი ეს არის რასაც მე ვხედავ ამ ადამიანების თვალებში და ეს არის ის რაც ჩანს მათ ნალაპარაკებში. კეთილი, ნიკა, კიდევ ერთი რაზეც მინდა გკითხოთ, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებული ცვლებაა, რომელიც 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში და რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს, უფრო სწორად ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. ახლახან ამოქმედებულ ამ ნორმას როგორ უყურებთ, იმიტომ რომ პოლიტიკოსების მხრიდან გვესმის განცხადებები, რომ აი ქართული ოცნება ერთი კანონით რამდენიმე, ასე ვთქვათ, შედეგის მიღწევას ცდილობს, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს საჯარო სამსახურის ტოტალური პოლიტიზირება. აი თქვენ რა მიზნებს ხედავთ კანონში, რომელიც ახლახან, ასე ვთქვათ, მოვიდა მოქმედებაში? ხო, მე ამ კანონს დავინახავდი უფრო იმ კანონების გაგრძელებად, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მიიღო საჯარო სამსახურთან მიმართებით, ხო? ანუ ნებისმიერი ადამიანის ისე გაშვება შეუძლიათ სამსახურიდან, რომ ფაქტობრივად კანონში პირდაპირ დაწერეს, რომ მიჩიულო მაინც მე ვარ გამარჯვებულიო, ფაქტობრივად ეს წერია კანონში. ანუ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც კი ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს. აი ამ საკანონმდებლო ცვლილებების გაგრძელება არის ზუსტად ის. უბრალოდ დღეს რანუ ახლა ამოქმედა 1 ნოემბრიდან ამოქმედა ეს ცვლილებები, მაგრამ რეალურად იმ პერიოდში არის და იმ კანონებთან ერთად არის მიღებული, რომლებიც მაგალითად სრულიად დაუსაბუთებლად მოხელის გათავისუფლების შესაძლებლობას იძლეოდა. ეს არის გაგრძელება რის რომ ანუ თუნდაც ის რომ მე მაგალითად როგორც მინდა ნებისმიერი მოხელე გავათავისუფლო ამის პარალელურად ქართულ ოცნებას დასჭირდა მოხელებისთვის რისი თქმა რომ შენ თუ ჩემ მიმართ იქნები ლოიალური და თუ იქნები ანუ აი ესე მასობრივად შეიძლება ყველას გამოყრა სამსახურიდან დღეს მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ მაგრამ თუ იქნები შენ ჩემ მიმართ ლოიალური მაშინ მოგცემ იმის შესაძლებლობას რომ სხვაგანაც დასაქმდე თუ არ იქნები ჩემ მიმართ ლოიალური უბრალოდ ერთ სამსახურში გამოკეტავ და ანუ სხვა თანხმობას ანუ სხვა განდასაქმების თანხმობას არ მოგცემ. ქართულ ოცნებაში ამას ამართლებენ იმით, რომ ესო ხარჯეფექტიანობის მიღწევას ემსახურებაო, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის ხარჯეფექტიანობასთან და ორი მიზეზი არსებობს ამისთვის. ერთი რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია რომ ვისაც უნდა იმას მისცემს თანხმობას და ვისაც უნდა არ მისცემს, ანუ არანაირი კრიტერიუმი იმის ვის ეძლევა თანხმობა და ვის არ ეძლევა არ არსებობს ფაქტობრივად, ანუ მაგალითად შეიძლება ისე პირობითად ვამბობთ, ჩვენ რომ ვიყოთ დასაქმებულები საჯარო სექტორში შეიძლება თქვენ მოგცენ თანხმობა და მე არ მომცენ, ვერ გავიგებთ ვერასდროს რა არის ამის ახსნა, მაგრამ მეორე საკითხი ხო, თუ მაინც ხარჯეფექტიანობაზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში, ჩვენ ჩავხედავთ მთავრობის დადგენილებას, რომელიც არ ვიცი, ძალიან ბევრ გამონაკლის უშვებს, სადაც შესაძლებელი არის ანუ რომელ პროფესიებთან მიმართებითაც არის დასაშვები ორ სამსახურში დასაქმება. ანუ რა ხარჯეფექტიანობაზეა საუბარი. ამიტომ აი ეს საკანონმდებლო ჩარჩო და საკანონმდებლო სივრცე, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა, სწორედაც ანუ დაფუძნებულია არა იმაზე, რომ ხარჯეფექტიანი გახადონ საჯარო სამსახურები, რა ხარჯეფექტიანობაზეა საერთოდ საუბარი მუნიციპალიტეტებში თითო სამსახურში 300 ლარი რომ აქვს ხელფასი ადამიანს, ვინმეს კი არ ეხალისება 2-3 სამსახურში მუშაობა. იმიტომ მუშაობენ რომ 300 ლარით როგორ შეიძლება ან თავი შეინახო, ან ოჯახი შეინახო. ეს არსებოდაც კი შეუძლებელი არის რომ გეყოს, ხო? ამიტომ მუშაობენ ადამიანები და ქართულმა ოცნებამ ეს მოუსპო ადამიანებს და ეუბნება რომ სადაც მე ჩავთვლი დასაშვებად იქ მოგცემ თანხმობას და სადაც მე არ ჩავთვლი იქ არ
მოგცემ თანხმობას, აქაც გამონაკლისები იმდენი დაუშვეს, პრინციპში რომ მაშინ რაღა ხარჯ ეფექტიანობაზეა ლაპარაკი და თუ ამდენ გამონაკლისს უშვებ, მაგრამ თუ მაინც და მაინც იმაზე არის საუბარი, რომ ხელფასზე ჩავდივართ ჩვენ, ხო, რომ ანუ 300 ლარი არ არის საკმარისი და ირაკლი ყობახიძე ამბობდა, მაშინ უნდა გავზარდოთო ხელფასი. ჯერ გაზარდე ხელფასი და მე ილაპარაკე იმაზე, რომ რა ქვია, ორ სამსახურში მუშაობას უკრძალავდო. აი ეს არის მთელი პრობლემა, რომ პოლიტიზირებას აკეთებენ, პოლიტიკურ ლოიალობაზე დამოკიდებულს ხდიან საჯარო სამსახურს, რომ ვინც პოლიტიკურად ლოიალური იქნება, მას მისცემენ შესაძლებლობას, რომ ორ სამსახურში დასაქმდეს, თუ არ და ამით წაახალისებენ, თუ არ იქნება პოლიტიკურად ლოიალური, მაშინ უბრალოდ არ მოგცემენ ამ თანხმობას. გასაგებია, ნიკა, ბოლო რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მოდით კიდევ ერთი კითხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ გეგმაზე დავსვათ, რა გეგმაც აქვს ქართულ ოცნებას, მით უმეტეს რომ თქვენ იურისტი ხართ. აი საინტერესოა მართლაც რა არის თქვენი შეფასება იმ სამართლებრივ დასაბუთებაზე, რასაც მმართველი პარტია სთავაზობს საზოგადოებას და იცით რომ ქართული ოცნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ არაერთ დარღვევას ხედავს რიგ პარტიასთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას და ძალადობით შეცვლის მცდელობას, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობას, ადამიანის უფლებების ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ასე შემდეგ. აი თქვენი როგორც იურისტის აზრით, რამდენად არსებობს კონკრეტული პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი და კონსტიტუციური საფუძვლები? მე არ ვიცი სამართლებრივ დეტალებში რომ ღრმად არ შევიდე, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია და აქ მთელი გადამწყვეტი მომენტი მაშინ არის რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეს არ ყავს და ანუ დანარჩენი საუბარი უკვე ზედმეტი არის, მაგრამ აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიტან და ამით შევეცდები ავუხსნა მაყურებელს რა აბსურდში არის ქართული ოცნება წასული. ანუ ეს ხალხი ამბობენ, საუბრობენ იმაზე, რომ კონსტიტუციური წესწყობილების დამხობა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, გადატრიალება და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რეალურად საზომი რა აიღეს ანუ ქართულ ოცნებაში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვაში. საზომად აიღეს ის საპარლამენტო არჩევნები ვინ აღიარა და ვინ არ აღიარა, ხო? გახარიას აბრალებდნენ იმას რომ გადარჩა, იმიტომ რომ გახარიას ასევე ზუსტად იგივეს აბრალებდნენ, ზუსტად იგივეს კი არა და არის თუ არა უარეს აბრალებდნენ, რასაც იგივე თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ტერიტორიული მთლიანობის შელახვის საკითხს ჩორჩანას ამბავზეა, რა თქმა უნდა, აქ საუბარი, ხო? ანუ იგივე სამართლებრივი პრეტენზიები არსებობდა. სერიოზული სამართლებრივი პრეტენზიები არსებობდა და ასე შემდეგ. ეს პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს გადაურჩა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ პარლამენტში შევიდნენ. რა შუაშია პარლამენტში შესვლა არ შესული საკითხი, თუ ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეს უქმნიდა ეს ადამიანი და ეს პარტია, ან არ ვიცი, 12 თუ 13 წლის განმავლობაში თუ ეს პარტიები ამ საქმეს აკეთებდნენ, აქამდე სად იყვნენ საერთოდ, ხო? აქამდე რატომ არ შეჰქონდათ სასამართლო საერთოდ? გახარიას პარტიამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადაურჩა საკონსტიტუციო სასამართლოში ასე ვთქვათ მოპასუხეობას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ პარლამენტში შევიდნენ თუ ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს რა შუაში აქ უკვე პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი ამიტომ ქართულმა ოცნებამ პარტიების აკრძალვის საკითხზე ზღვარი გაავლო იმით ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ არ შევიდა და არა ვინ დაარღვია კონსტიტუცია და ვინ არ დაარღვია, მაგრამ მეტიც მე თუ მკითხავთ, ერთადერთი ვინც დღეს კონსტიტუციას არღვევს და კონსტიტუციურ წესწყობილებას თავდაყირა აყენებს და კონსტიტუციურ წესრიგს ამსხორევს ამ ქვეყანაში, ეს არის ისევ და ისევ ქართული ოცნება. მადლობა ნიკა იმისთვის რომ გვესტუმრეთ და დაგვითმეთ დრო. ნიკა სიმონიშვილს დავნიშნულებით დღეს ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.